გამარჯობათ ხალხნო, ესე იგი, ცხელი ძაღლის მესამე სეზონი მეათე სერია. დავაი, შევბერეთ. კითხულობდი წეღანი. დალაიქეთ. ინხეზე რა ეწერა, რა ქვიაო? ბილობა. ბილობა? ხო, გინკო ბილობა. კაი, გასულ. ეს არის დინოზავრების დროინდელი ხია მოგეთ რა. კაი, თუ ზვახარ ნუტრიპაჩო. რა ტრიპაჩო, გასულ. მასტოდონტების ძვლებთან ერთად იპოვის. ვისი დონტები? მასტოდონტების. ცოტა მსასწრაფია. რაცი ხარისხით. ბიჭო, ნუ გადავ, ხა. გადავ კი ნუყრი ძირს. რატო? ამოვა სემიჩკა თუ რა იყო? ო, რომელი ზათია? ისე დრო ალბათ. ამოვა სემიჩკა თუ რა იყო? იაპონური განყოფილება ეს არის. აგერ ზის, აგერ რა? სრაზი ალექსანდროვიჩ, ხარ დავაგვიანე. 1:15 წუთია ვზივარ და ვატყობ როგორ ვისვენებ რა. 64-იან ამბი. ადულად მოგენით? ქალები იყვნენ ახალ ტოლვილები ყოფილან და იმათ მომასწავლეს. სემიჩკა ხوارგი. კაცი ვიქეთ. ერთი სიტყვით საქმე ასეა. გაგაურიძეს ელაბარაკა ზერაგია. მეციქვე ვარ. მერე? ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეკმეთ. ის უთხრა რომ ეშინია და მოსკოვში დაბრუნებას აპირებს. კი, ფრენის დღე და საათი ჩოუთახვა, ამადონო ბილეტიც ავიღეთ ყოველ შემთხვევისთვის. მოიცა ეხლა რა შვებით ეხლა? ეხლა თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდა და კილერის ზერაგიას გამოგზავნილია, ამ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს. ხასანამ გააძლიერა დაცვა სასტუმროში. კაკაურიძე არ გამოდის სასტუმროდან. ეხლა შორიდან სროლის დილი ხორ იმას მკვდარია თქვენთან შეხვედრის შემდეგ. რა დარჩა? აეროპორტი. აეროპორტი. კი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ მოახდეს თავდასხმაზე. ეს რა არის? კილერი, ვისაც ვეძებთ. რასა უკაცო? მართლა ზახარიში. აბა, რა გეგონა? სადიშოეთ? თაკოს რო ინტერვიუს აძლევდით, ხო გახსოვთ? ხო. ზუსტად თქვენ ზურგს უკან დაღთა მდგარა და შემთხვევით კატში მოხვდა. კასეტა რო ნახე, ეგრევე ვიცანი. ეს მეცნობა საიდანღაც? საიდან მეცნობას მე? გამახსენდა ზახარიში. იმ ღამით რეზო რომ მოკლეს. რესტორანში იჯდა მეზობელ მაგიდასთან მარტო. ამიტომ მივაქციე ყურადღება. მე რადგა და გავიდა. ეს სასწაულია რა. რა თქვენ ხვდებით ახლა რა ხელა უპირატესობა გვაქვს ჩვენ? აბა, რაღაც ჩაფიქრებული ალექსანდროვიჩ მოყევით. კაკაურიძესთან ერთად მე უნდა წავიდე აეროპორტში. მარტო? თქვენი წამოსვლა არ იქნება. სროლა რომ ატყდეს ეგრევე გაიშიფრებით. შეიძლება ხასანას ბიჭები დავიხმარო. არა, მომისმინე ხლა ალექსანდროვიჩ. მაგის გაკეთება რომ არ შეიძლება შენს კარგად იცი. რატო? იმიტომ რომ დიდი რისკია, ძმო. არქი ხასანასთან ხო არ მიმუშავა. არა, ეგეც არის ხო. შეიძლება გავიშიფროთ. მე კაცმა არ იცის, ეგ ხასანა შეკრულია ზერაგიასთან თუ არა? მომისმინე ხლა ჩვენ რას ვჩარიჩვენს. კაკაურიძე ბათუმში უნდა დარჩეს და ვერსად ვერ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ მაგის გარეშე ვერც კონტეინერზე გავალ და ვერც ზერაგიას დვიჟენიებზე ვაფშე. მეორე. კილერის ნეიტრალიზაცია უნდა მოხდეს. თორე დაბრიდავს 100%. და მესამე, ჩვენ თვითონ ისე უნდა ვიმუშაოთ. რო არ გავიშიფროთ, ასეა თუ არა? ასეა. ხო და მაშინ მე მომანდეთ ეს საქმე. ლიშნი არიაკოთისა და ბრახაბრუხის გარეშე მოვაყომარებ ყველაფერს. უცა მარტო აპირებ აეროპორტში წასვლას? რა იყო რემბო ხარ? რემბო ვარ ხო? აბა შენ წაგიყვანო? უცა ვითომ რატომ არ უნდა წამიყვანო? შეჩემა კიბეზე რო შეეფეთე იმ გას, და რო დაიმახსოვრე იმის როჟა. შენ გონია იმან ვერ დაიმახსოვრა შენი სიფათი? კარგად დაფიქრდი ზახარიჩ. ასეთ საქმეზე მარტო წასვლა არ შეიძლება. კიბე. თუ მარტო ვიქნები, რისკი ნოლია. დავიჯერე რა. სხვა გზა არ არის. არა, სწორს ეუბნება ხა, ამე რომ რაღაცა დაიმახსოვრა არ ჩაფიქრებული ამ ჩათლახს. კი, და მორჩეს ახლა ლაპარაკი. წავედი. ბიჭო, ამბილეთის შაბარება შეიძლება? შეიძლება როგორ არა? ძალიან კარგი. რა დგინდა? Как говорят русские, зачем добру пропадать? კარგი ბატონო შენი იყოს. ბიჭოზე, ნუ იბღვილები, წამოდი ხლა. ნორმალურია ეს ბატონი. ჩვენ არც ერთი არა ვარ ჩილო ნორმალურები.
გზათა საფლავსებო ხმარდება რეგისტრაცია და ხელოვნების გამოყენება რეისის გამოსვლით ერთმანეთს მოახდინება. Внимание! Начинается регистрация билета пассажиров на рейс 71 по направлению на Москва. გავარჯობოთ. ისმეთ. მოსკოვზე რეისი ხوار იგვიანებს. არა ბატონო. მადლობს. რანაირი აეროპორტია? სადგურზე არია? ეს აეროპორტია? ჯებო. აი წვანი კეპკიანი ტიპი რუსის. წვანი კურტკაცია, ხედავთ? ხედავთ. პისტოლეტი აქვს. შენ საიდან იცი? ჩემი თვალით ვნახე კაცო. თანამშრომელია. მეორე მეხუთეს დარბაზში წვანა კეპკიანი კაცი. რა გაკეთე? მაშინ არაფრის კონტროლი არის. ოც მობას გავს და ამხელაია სანადირო თოპით რო არის. გამაუშვი. ვეყოფა თბილისამ. კი კაცო. ისე ხალხურით არ შეგვჭა ეს მანქანა. საწყალ რეზოსულს აცხოვრებს ღერთი. აი რა, ვინას შეგარჩენს მეც. რა, არ გვეკუთვნის თუ რა? აბა ჩემი მანქანა რო აფეთქეს რა. მიყვარს. აბა რეზო. მარაბულკა ვიყიდოთ რა. სად? აგერა უკან. რა ჩემი მანქანა რო აფეთქეს. ბენზინის ფასი შეხედეთ რა.
არა. გისმენთ ბატონო? რაღის ესპენი იგლათებზეა თუ რემსათებზეა თუ სარგან 6 ლარი. ამავე რაღაც ოქროა. ოქრო რომ იყოს რატომ მოხდი? აბა რა ზიზამ? ვინატრებდი რა. გავიდი არა? გაი, ამიზონ 5 კილო. ეხლავე. თუმცა 5 კილო რა ადგილი? თბილისში რო ჩავალს, მაგარ ამეს გაჭა. 5 კილო რა ამბავი. მარა, ხო, დიდებია. 600 გრამიანი, 500 გრამიანია და ათიცალი მოვიდო. ეს ვინ გაიჩითა თო? თბილისში გადავწყვიტე წამოსვლა. წამიყვანთ? წავიყვანთ? წავიყვანთ? აუ და კაი 124 დღეს. ბიბლიოთეკაში არის, რა შეწუხებული სახით არის. ესე იგი დიპლომატიურ პოსტაზეა ლაპარაკი. დიახ. ეს სხვას არაფერს არ უნდა ნიშნავდეს. გამარჯობათ. გამარჯობათ. ძლივს მოგაგენით. გაიცანით, ესენი ჩემი მეგობრები არიან, ბიძინა თაბაგარი, ლექსო ნიჟარაძე. ეს კი ქალბატონი ნანა ყაჩაველი, არაბისტი. სასიამოვნოა. გამარჯობათ. რა ხდება? რა უბედურება? იმდენი ტალახი და ნაგავი როა ეზოში. სამსახურში როგორ შემოდიხართ ქალბატონო ნანა? რა ვქნათ ბატონო? ვინც ამ ქალაქში ფული იშოვა, ყველა მაქა აშენა ბინა. ყველაფერი გააპარტახეს, მოიპარეს, გააჩანაგეს, გზები აყარეს. ასფალტის დაგებაზე არავინ ფიქრობს. დღეს უკაცრავად და ეზოში კანალიზაცია მომხეთკა. ჩვენ რა შეგვიძლია? რა ვქნათ? ჩვენი არაბი მეგობრის იმეილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ქალბატონო ნანა, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ვითარგმნოთ? რა თქმა უნდა. მოლაპარაკებები დამთავრდა. საქონელი უმაღლესი ხარისხისაა. წინასწარ შეთანხმებული თანხა ნაღდი ფულით ევროებში დიპლომატიური პოსტის გამოყენებით გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე 38 0077 აბაშიძის ქუჩა ნომერი 135 ბინა 66 თბილისი საქართველო რესპუბლიკა ბოლგასას საკონსულო აუცილებლად გააკონტროლეთ ფულის უსაფრთხო გადატანა თბილისიდან ბათუმამდე დაუკავშირდით ომარს გფარავდეთ ალახი პასუხი მომწერეთ ომართან შეთანხმებისთანავე ომარი ვიღა? ეს ჯერ არ ვიცით. სამაგიეროდ ვიცით, რომ ფული დიპლომატიური პოსტით ჩამოვა ჩვენ ძმასა და მეგობართან, ნური ცეცხლაძესთან, საკონსულოში. იქიდან ბათუმში წაიღებენ. ამ დროს შენ ბათუმში უნდა ვიყოთ. ხო, სავარაუდოა, რომ ზერაგია ფულის გაყოფას დაესწრება. ამიტომ ეს წერილი სხვა მასალებთან ერთად დილარჭკადუამ სასწრაფოდ უნდა გააგზავნოს მოსკოვში ზალატოხინთან. თუ ჩვენმა რუსმა კოლეგამ ივარგა, მაშინ საქმე თავიდან აღიძრება. ზერაგიას უკან დასახევი გზა მოეჭრება და აჭარიდან ფეხსაც ვერ გაადგამს. თურქეთში რო გადავიდეს? იქ თურქეთის ჟანდარმერია დახვდება. ამას ჩემ თავზე ვიღებ. რაგაშინა ღმერთო. ჩვენ ორი რამ უნდა გავიგოთ. ვინ არის ეს ომარი და როდის ჩამოვა ფული? გასაგებია, რომ არაბები დიდად არ ენდობიან მაგ ხაზან ცეცხლაძეს. ეგომარი მაგათი ნდობით აღჭურვილი პირია. და მაგის როლი ამ საქმეში დიდი არ უნდა იყოს. ალბათ ნაბლუდეტელია რა, მეტი არაფერი. ამიტომ უფრო მთავარია გავიგოთ, როდის ჩამოდის ფული თბილისში. ხარაშო, მაგას მე გავაკეთებ. ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა. ძალიან დაგვეხმართ. არაფრის. ლადო ჩვენი უახლოესი ადამიანია. ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ რამე შემიძლია.
ბატონო ბიძინა. ვა. რა არის თუ? წელი ხარ? სვეტლიჩო. ვინ გაწყენ? Я так рада вас видеть. არის თქვი რა მოხდა? არაფერი. გამერცი მაჩვენე. ჩენე. ვა. ხელი გაგართ ბატონო. თვითონ აქ არის? არა. вообще ქალისემა არ არის კარგი საქმე. მაგრამ ხდება ხოლმე. Меня никто никогда не бил. Ни мама, ни папа. А этот... იცი რა გითხრა? ты тоже не подарок რა. Я? я. კარგად გეხერხება, კაცი ჭკუიდან გადაყვანა. რა იყოს? ლიზიკოს სახლიდან რო დაგაზე. სწორი დაჯვა მოწონა. пошли мы в жопу. пидорасы вооружённые, რომ მოგვაძახე. მახსოვს. როგორ მეკავებოდა ხელები ერთი ამისთვის დამარცხმევინათ, ხო? მე რატომ არ მცემეთ? Потому что вы, Бедина Табакари, мужчина. Не то, что некоторые. ეს некоторые ვინ არის? ლური ცეცხლაძე? ხო. აჰა. მე არ ვიცი რა მოხდა. მაგრამ რაღაცა სისულელის გულისთვის საათვით აწყობილ ცხოვრებას ნუ დაანგრა. პატარა გოგო აღარ ახარ. იცი რა ძნელია მარტო ყოფნა? ვიცი. ხო და აღარ შეგვიძლია. გავრეზებულ გულზე ნურაფერს ნუ გააკეთებ რა. ეხლა მე შენთან რაღაც სათხოვმელად მოვედი. მოსულა? რა არის? ეხლა რა შეასაქმე? ნური სუდანიდან ფულს ელოდება. დიპლომატიური პოსტი თუ და გამოუგზავნა. ეგ პოსტა ხო შენთან მოდის? ხო. ხო. ისე დიდი საშარო საქმეა რა. ნური შეიძლება არც კი იცის. რა შეაგახვეული? და მე რა უნდა გავაკეთო? არაფერი. რა მოვეგმაკუთი? დამირეკე რა. ზელეშეთ დლევია. Спершу მოდავესწრე. მაშინ წავედი. არიტირო რა. კარგი. კაცო. ლიზიკოს აპლაუზა, ყვავილები შენ მიტანე? ხო. Я всегда помню ее день рождения. როგორც ამასალებიდან ირკვევა, უჩა ზერაგიას უშუალო კავშირი აქვს აკადემიკოს ვინოგრადოვის მკვლელობასთან. უფრო მეტიც, ის არის ამ მკვლელობის შემკვეთი და არზამასის ატომურ რეაქტორში ჩადენილი ქურდობის ორგანიზატორიც. ხო ეგრეა? კი. ჯერჯერობით ასე ჩანს. ესე იგი რა გამოდის? კრემლი ხელსაფარებს დამნაშავეს, რომელიც ჩვენს მიერ იძებნება როგორც სამშობლოს მოღალატე. და ამავე დროს საშიშროებას წარმოადგენს თვით რუსეთის სახელმწიფოსთვისაც. მართალი ხარ. ახლა ეს მითხარი. შენ როგორ გონია? ეს სამხილები საკმარისია იმისათვის, რომ რუსეთის პროკურატურამ თავიდან აღზრას აკადემიკოს ვინოგრადოვის მკვლელობის საქმე. რა თქმა უნდა. სრულიად საკმარისია. კარგი. და შესაძლებელია თუ არა დანაშაულის გახსნის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო დამნაშავე უჩა ზერაგია საქართველოს გადმოსცეს. სამწუხაროდ მაგის შესახებ დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი. ისე კი შესაძლებელია. ნახოთ. რაც ჩვენზეა დამოკიდებული ის გავაკეთოთ, დანარჩენი თვითონ იცი. რაც შეეხება მთავარ ნივთმტკიცებას, ურანის კონტეინერს. სპეცრაზმი მზად არის ბათუმში გადაფრინდეს. მხოლოდ მინისტრის ბრძანებას ხაველოდებით. მე მგონი ეგ ოპერაცია ცოტა უნდა დაჩქარდეს. თორემ არ არის გამორიცხული სადმე გადამავალ. არა, იქ ჩვენი აგენტურა მუშაობს, ვერაფერს გამოგვაპარებენ. გარდა ამისა, აჭარაში ახლა ისეთი მდგომარეობაა, იქ სპეცრაზმის და ვერტმფრენის გამოჩენა 1000 პრობლემას გამოიწვევს კიდე. ერთი დღეაც რომ გავარდეს, სამოქალაქო მიხალში გვიჭირავს. Да, сейчас, Амар. Асламбек, он на связи.
Dada Amar. Это Асламбек. Да-да. Салам алейкум. Алейкум ассалам. Что нового насчет наркоманки и ее парня? Пока ничего. Они как будто сквозь землю провалились. Но не беспокойся, мы их найдем. Только это вопрос времени. Да. Сам знаешь, нас здесь ищут. Днем выходить на улицу слишком опасно. Хорошо. Теперь такое задание. Завтра, рано утром, из консульства Бургаса выедут машины. Они везут деньги в Батуми. Много денег. Несколько миллионов. Это деньги моих друзей из Судана. Ваша задача – проследить за ними до Чологи. Чологи это что? Это речушка. Административная граница Аджарии. Мои друзья опасаются, что грузины по дороге могут инсценировать вооруженное ограбление. Если заметите что-то подобное, вмешайтесь и сами отвезите эти деньги до Чологи. Хорошо. А где это консульство? Адрес консульства. Улица Абашидзе, дом 135, квартира 66. Как только выйдут, свяжешься со мной. Ясно? Улица Абашидзе, 135, квартира 66. Да. Все ясно. Ну, пока. Пока. Опа, фантастов Сочи патарас. 30 თეთრი დაშალმე ბიჭო. ის კი გვიძის ბაღია? რა გქონდა? Ну, Светлячок, შენ უფრო და უფრო ლამაზი ხდები. Როგორ ახარ? Ой, не говорите, Батон Бедина. Я 2 ночи не спала. Рато გაცა? Гошин тем пулем мовида. Там несколько миллионов евро наличных. Пули вообще tu წაიღო ვინმე? Ара. Они у него в сейфе лежат. ხვალ დილის 10 საათზე ბათუმში მიაქვთ. პირდაპირ საკონსულოდან გადია. და ლური თვითონ მიყვება? Ки. С ним будут 2 личных охранников. Еще машины сопровождения. ხო, Светлячок. Აი რას ნიშნავს კარგი ოფის მენეჯერი? ოდვის ყველაფერს აზზია. Я ухожу от него. Рато გაცა? У меня тоже есть свои принципы. Принципами желудок не наполнишь, дорогая. Я об этом думала. Но иногда надо остаться голодной, Батона Бедина. Вы же сами так поступаете всю жизнь. И что это за жизнь? Гаавартхейгет схоребас. Что мне делать дальше? Хоть тетя Лиза была бы жива. იქნება გადაიფიქრო რა. Нет. Если я это не сделаю, тогда будут правы все, кто меня обзывал путаной. Я пойду. Куда? Куда-нибудь. და ბიჭო ვისრას ჭირდა ამის დაბლა. რა ხდება თო? უკვე 11-ის ნახევარია. და არანაირი თვიჟენი არ არის. აუ რა კაცია, რა ვიძეა ბიჭო.
ბიჭო, სვეტამ ხო არ გამაზა. ან დრო, ან ადგილი. გენოც არიღებს რა ყურლს გავგიჟდით ზმახარ. რა რაღაცაშია საქმე რა. მოდი მე გენოსთან ავალ და გზაში საკონსულოსაც თვალს შევავლებ, დავაი. ოღონდ ხილად კონსპირაციულად. რას შვება ბიჭო? გენოსთან არავინ არ არის და საკონსულოდანაც ჩამიჩომი არ ესმის. რა არის, ახტები? ხო რა, ველაპარაკე უკვე გენოსაც და დილარსაც. მერე? ეთყობა ესენი ადრე გასულან. და გორის გზაზე ბენზოკალონკას არ ჩაუცხრილია ყველა ბიჭო. აი, კაცო. ხო არ გადაო. ხო რა და გენო ახლა იქ არის, დილარაც. სულ ყველა იქ არის, მოკლედ წავიდეთ რა. გადაო ბიჭო. რატო არ გვაჩვენეს რა მოხდა და რას ბჟუტურობ ადამიანო? დილანდელ კადრებს აჩვენებენ. არა მეთქი. ხო გითხარი? ავტობუსები გამოიყენეთ. სად? ხელვაჩაურში? ნუ პანიკობ, თუ ძმახარი. ხიდები აფეთქებულია. ხულოს გზა გადაკეტილია. მეტი რა გინდათ? არავითარ შემთხვევაში. ხოლო თაერში მეთქი, მე გითხარი. ზურის და პაპუნას გიგზავნი, მეტი რა გინდა? დავაი ახლა. მიხედეთ საქმეს. შეჩნებს რომ დაურეკეს იმ ორს. იმათ ხო უთხრეს რომ პროსტა გააცილეო, კაცო, თუ რამე მოხდაო დაეხმარეთო. დავას მე ვარ. იმას ხო უთხრა. ნურის სირაგე. მეგობრის არისო. პროსტა გააცილეო. აბა რა აკეთე ამდე ხას? არ ვიცი მე. როგორც კიდე დაუკავშირდი ენდელაძეს. დაურეკე პოლიციას, რაც კიდე ისქენი ოღონდ ნური მომიძებდნენ. აქამდე ჩოლოქზე უნდა ყოფილიყო. როგორც კიდე ამის გაიგებ. ამ ნომერზე გადმორეკე. ეს чартули мертвый. Привет, Хасан Ибралович. Вот кто к нам пожаловал. Знакомьтесь. გამარჯობათ, მოხარული ვარ ბატონო უჩა. ბევრი მსმენია თქვენზე ბატონო ხასან. როგორ გიგით? რა ვქნათ? ალბათ ხედავთ რა დღეში ვართ, მაგრამ უძლებთ. Гтовт. Ты мне скажи, что у вас за бардак, блин? Ты что, Хасана моих порядок довести не можешь? Что тебя беспокоит, товарищ? Что меня беспокоит? Да. Да как же так можно, блин? Активную оборону нужно занимать по всему периметру границы, понимаешь? Одними взрыванием мостов ничего не добьешься. Все будет нормально. Садись. Ты что, Петрович?
Воевать сюда приехал или к бизнесу заниматься, а? Будет тебе бизнес, когда правительственные войска сюда нагрянут. ამახო მომკლა თავისი ფილოსოფიით. ისე, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ სადღაც მართალია ეს კაცი. მე სიმართლე გითხრათ პირველ რიგში კონტეინერის უსაფრთხოება მაღლობს. კარგად მოგხსენებათ ასეთი არეულობის დროს. ძნელია ყველაფერს გაკონტროლება. რაც არ უნდა მოხდეს, კონტეინერს ვერავინ ვერ მიეგარება. გონიოს ციხეს ჩემი სპეცნაზი იცავს და იქიდან ფეხს ვერავინ ვერ მოიცვლის, სანამ მე არ მივცემ კომანდას. ძალიან კარგი. ისე თუ იციან თქვენმა ბიჭებმა რას იცავენ. დამცინით ბატონო უჩერ. მესმის რომ ჯერჯერობით არ იციან რას ყარაულობენ, მაგრამ რაღაც ძალიან ძვირფასი რომაა, ალბათ ხდებიან. მერე და თუ აჭარაში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და უკონტროლო გახდა, სად არის გარანტია რომ არ იწუწკებენ. აჭარაში სიტუაცია უკონტროლო არ გახდება ბატონო უჩერ. თქვენმა დაიფაროს. მე უბრალოდ იმის პამინდოდა რომ დრო ძალიან ცოტაა. მე შე ხო გითხარი ზარები არ შემოუშვა თქვა. გაგაურიზე? კარგი, დამალაბარაკე. გისმენ ომგერ. რა ნერვიულებთ? რას გეტყვი იცი? შენ მაგეს გადაეცი, რომ თუ ბევრს გაახურებენ, კონტეინერს კი არა, ტრაქში პანყურს მიიღებენ, გასაგებია? როგორც კი ფული გამოჩნდება, ვნახავ, აბა რას ვიზავ. კარგი, მე თვითონ დავრეკევ. Кто это был? Омхер? Да. На него арабы наседают. Они, видать, дёру хотят дать, пока не поздно. Я их понимаю. Как только деньги привезут, я их отпущу. Нахрен они мне здесь, со своим контейнером. და თქვენი ანგარიში ეს მალე მოხდება? Ფული უკვე გზაშია ბატონო უჩა. ამ საღამოს ბათუმში იქნება. მაქსიმუმ ხვალიდილეს. რამე პრობლემა ხომ არ არის? არა, ჩემ ბიძაშვილს მოაქვს და დაცვაც მოყვება. სანამ ჩამოვლენ, წავიდეთ და ვისადილოთ. ნუ შეწუხდებით. აჭარული ხაჭაპური ისე მომენატრა რომ როგორც კი ჩამოფრინდი, პირველივე კაფეში შევედი. არ გამოვა ასე ბატონო უჩა. სტუმარი კაცი როგორ არ გასადილოთ. ჯობია ერთად ვივახშმოთ. როგორც კი არაბებს გავამგზავრებთ და ყველა თავის წილს მიიღებს. მოდი მე ვქნათ ეგ საქმე. კარგი? კარგი ბატონო, ეგრე ვქნათ. ჩემი დაცვა სახლამდე მიგაცილებთ. იქ ყველაფერია რაც საჭიროა. მე მეგონა სამხედრო ნაწილში ვიქნებოდი, გრონიჩევთ. რა გინდათ მაგ ძუნძგლიან გაზარმაში? შედიერ სახლში იქნებით ზღვისპირას. არავინ შეგაწუხებთ. ძალიან კარგი. აბა, ესე იგი საღამომდე. საღამომდე. ოპა, აქ ძალიან დაზაბული ბოლო სერია გველოდება თემქაზე. დაშლებთან. ოპ, ეს არ გვაწყობდა ხა. ამდენი მუსიკა არ გვინდა. წავედი ხალხო, შემდეგ სერიამდე დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, 50000 გამომწერზე ავიდეთ და ბოლო სერიაც შევაგდოთ მე-11 ამ სეზონის. რაღაც ასწაული სერია გველოდება.